თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მას არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია. პროცესზე მიყვანილი მოწმე პოლიციელები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სხვა პირებსაც ასახელებდნენ, რომლებიც მათივე მტკიცებით აქციებისას ხალხს ჟესტებით მითითებებს აძლევდნენ. ადვოკატების ინფორმაციით ამ კონტექსტში ახსენეს გიორგი ქადაგიძე, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი გახარია. დღევანდელ პროცესზე ჩვენება ბრალდების მხარის გამომძიებლებმა და ექსპერტებმა მისცეს. დაესვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი იდენტიფიცირება შეძლეს აქციაზე. მათი მხრიდან დასახელებული იყო ნებისმიერი პირი, რომლის იდენტიფიცირებაც მათ შეძლეს აქციაზე და ეს არნიშნავს, რომ მაინც დანაშაულის ჩადენაში ამ ხელს რომელიმე გამომძიებელი, რომელიმე პირს. რა თქმა უნდა, არსებითად განხილვის ეტაპზე ამ კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეზე გამოვრიცხავ ვინმეს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას, ყველა პირზე, რომელზეც ამ საქმის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო დევნა და ვიხილავთ სასამართლოში, დაწყებულია უკვე საქმის განხილვა და დევნაც. უნებრივია ეს კომიკურ პასაჟებსაც ფერს ვაწყდებით ამ სისხლისამართლის საქმეზე, მაგრამ ჯამში სასაცილო არაფერია, ბრალდების პოზიცია არის ძალიან სუსტია იმდენად, რომ გიორგი ვაშაძის ღიმილი აღმოჩნდა მტკიცებულება იმისა, რომ მას მოსწონდა სახელმწიფო გადატრიალება. ეხა ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც უნდა ვისმენდეთ სასამართლოში, ეს არ არის სტანდარტი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს გიორგი ვაშაძე თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე ამ ქვეყნის ემუქრებოდა 7-დან 15 წლამდე პატიმრობა. რვა ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენა ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.